სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისაწმინდისათა. ბიბლია ყოველდღე. მოგესალმებით მეგობრებო ყველას. რა არის ჭეშმარიტი ბედნიერება? მართლმადიდებლობის მიხედვით ბედნიერება არ არის სიცილი, კეთილდღეობა, რაც წუთობრივი სიამოვნებები ან ქვეყნიური წარმატება, თანამდებობა და ასე შემდეგ, ხო? მეგობრებო, ეს არის ცრუ ნუგეში. სახარება პირდაპირ ამბობს. რას არგებს კაცს, თუ კი მთელი ქვეყანა მოიპოვოს, ხოლო სული თვისი დაკარგოს. მარკოზი 8:36. აქ ქრისტე ანგრევს ყველა მიწიერ წარმოდგენას ბედნიერებაზე. მოციქული პავლე გვასწავლის, ღვთის სასუფეველი არ არის საჭმელი და სასმელი, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სული წმინდაში. რომელთა მიმართ 14:17. ანუ მეგობრებო, ბედნიერება არ არის სხეულში, ის არის სულში, სადაც სული წმინდა მკვიდრობს. პავლე მოციქული ასე ვთქვათ, კაცრად ამბობს, მე ყველაფერი ნაგავად მივიჩნიე, რათა ქრისტე შევიძინო. ფილიპელთა მიმართ 3:8. ანუ ეს არის მართლმადიდებლური ბედნიერების, ასე ვთქვათ, საზომი. მეგობრებო, უნდა ვიცოდეთ, იერარქიულად და ისედაც, ქრისტე ყველაფერზე მაღლა. ყველაფერზე მაღლა უნდა დავაყენოთ. მშობლების მაღლაზე, ყველა პირველი ადგილი უნდა ეკავოს ჩვენ გულში ქრისტეს. მაგრამ ეს სიტყვით და ბაგებით მხოლოდ არა, ეს საქმით უნდა დავამტკიცოთ ჩვენ, ასე ვთქვათ, პრაქტიკით, ხო, ყოველდღიურ ცხოვრებაში და როგორც გახსოვთ, წმინდა წერილში წერია, იოანე ამბობს, რომ უკაცრავად იაკობი, რომ ესე იგი საქმე რწმენა საქმის გარეშე მკვდარია, ხო? ანუ რწმენა საქმის გარეშე მკვდარია, ამიტომ საქმით გავაკეთოთ, მეგობრებო. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, ვინც საკუთარ თავზე ბატონობს, ის უფრო ბედნიერია, ვიდრე მთელი სამყაროს ბრძანებელი. წმინდა ისააკ ასური გვასწავლის, ხო? სინანულის ცრემლები უფრო ტკბილია, ვიდრე ამ ქვეყნიური ყველა სიხარული. აი, როგორი სიტყვებია და როგორი სიმართლე და ჭეშმარიტება, ხო? ქრისტე ამბობს, მეგობრებო, ჩემი მშვიდობა მოგცემთ. თქვენ ჩემი მშვიდობა, ხო, ანუ ჩემი მშვიდობა, ანუ ჩემს მშვიდობას, ხო, იოანე 14:27. არა, ის რასაც ქვეყანა იძლევა. ამიტომ მართლმადიდებლურად ბედნიერება და ისედაც ჭეშმარიტება არის ჯვარცმული ცხოვრება ქრისტეში. სინანული, სიყვარული, თავმდაბლობა, მორჩილება, მოწყალება, კეთილი საქმეების კეთება, ღვთისმსათნო ცხოვრება და ღმერთთან ცოცხალი პიროვნული კავშირი. მეგობრებო, ვინც ქრისტეშია, დამიჯერეთ, ვინც ქრისტეშია, ის ნეტარია. ის უბედნიერესი ადამიანია. თუნდაც ტკივილში იყოს. რა არის ჩვენი ტკივილი? დღეს არის სხვა გაქრება. ყველაფერი წარმავალია და დავფიქრდეთ, თუნდაც ყველა თვითონ ამ ცხოვრებაში რაღაც ესე თქვათ, მოდით ასე თქვათ, თითქოს და უფალმა ესე შეგეხო თქვენ გულში, ხო? აი შეეხო თქვენს გულს რაღაც წამების 1000-ში ესე თქვა და ყველას გვიგზნია ჩვენ რაღაც არამქვეყნიური სიხარული, როდესაც იქ აღსარების შემდეგ, როდესაც ეზიარებია, წირვის დროს, ლოცვის დროს, ეკლესიაში როდესაც გახარ, ხო?
ეხლა სასულიერო პირები, მღვდლები საკურთხეველში როცა არიან და ანუ სხვადასხვა ესე იგი მომენტები არსებობს გალობის დროს, ხო, რომელი ქერუბიმთა დროს ან სხვადასხვა გალობის დროს. მოკლედ სხვადასხვა მომენტები არის და აი წარმოიდგინეთ, აი ეს არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რაც ჩვენ გველოდება. აქ წამის 1000-ში რაღაცა იგზენ და წარმოიდგინე ეს თელი უსასრულოდ მუდამ გაყვება. რატომ? იმიტომ რომ ღმერთმა ქნას ყველა გადავრჩეთ და ვიყოთ ქრისტესთან ნეტარებაში, ან უკუნისად უსასრულობა ეს რა არის კიდე ჩვენ არ ვიცით ჩვენი ლოგიკით ესე თქვა არ არის მილიარდობით წლები, ხო? ეს რა თქმა უნდა უფრო რაღაც სხვა არის, რა თქმა უნდა უსასრულობა იქნება, ხო? სული უკვდავია და ეს რაღაცა სხვა არის, უფრო დიდი სიხარული არ არის არც ერთ ენაში არ მოიძებნება ეს სიტყვა რა იქნება, ის გადარჩება, ის ცხონდება, ღმერთმა ყველა აცხონოს, ხო, ყველა ხალხი, ყველა ერი და ღმერთმა ქნას რომ ჩვენ ვიღოთ ქრისტესთან. და როგორც ყოველთვის ვამბობ, ჩვენ ვიღაცა და რაღაცა ვართ ქრისტეში და ჩვენ არავინ და არაფერი არა ვართ ქრისტეს გარეშე. ღმერთმა გაგაძლიეროთ და დაგლოცოთ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. მადლობა. Mama ჩვენო რომელი ხარ ცადაშინა წმინდა იყავს სახელი შენი მოვედი სუფევა შენი Цадашина ეგრეცა ქვეყანასაწედა პური ჩვენი არსობიცა მომეთ ჩვენ დღეს და მომიდევენ ჩვენთან ანადებლი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუდევებთან ნამდვილთა მათ ჩვენთან
ჩვენ